გამარჯობათ მეგობრებო, დღეს გადავწყვიტე ვიდეოს ჩაწერა რაღაც დიდი ხანი გამიგრძელდა რაღაც საქმეები მქონდა. კატარბენებზე ვიყავი და მოვიცალე. ხო ვაწყობ სამფაზიან აპარატს. ეს არის ქარხნული ტრანსფორმატორი 250 ამპერიანი. დავიწყოთ იქიდან, რომ ეს შედუღებული რო არის, არა რეკომენდირებული, ან დანაკარგი აქვს. ერთმანეთზე არ უნდა იყოს ფირფიტები, დაკავშირებული. ანუ რომ თქვათ ტესტერით რო გავსინჯოთ, ანუ არ უნდა გადადიოდეს. იზოლირებული უნდა იყოს სათითაოდ ყველა ფირფიტა. აქ კიდე შედუღებული არის. ადვილი გაკეთებული, ნაჩქარები გაკეთებული. ეს არაფერი არა, ნორმალური ტრანსფორმატორია საშუალო სიმძლავრის. ალუმინის ხვებით არის მეორადი, პირველად არის სპილენძი. არის 10 საფეხური. გადასართავიდან ის რეგულარულად და კიდეც აგი გამოდის მოტორისთვის მართული არის. ფაზანოლიან ტრანსფორმატორი და სათამაშებს მას კემპის კიდე და სტაბილური დენი არა, აგდებს ხან 210 ვოლტიდან თქვათ 220-დან 215, 210 ვოლტამდე აგდებს, გააჩნია კიდე. და ეს მოტორიც რო სტაბილურად ერთ ბრუნზე არ ბრუნავს სიჩქარით. მაგიტომ მე როგორ არის იცით, სვარკის დროს ზოგჯერ არის მომენტი, რომ ისკრებს ყრის, ნაპერწკლებს ყრის. ეს სამფაზიანი ტრანსფორმატორზე არაა პრობლემა, სტაბილური დენი არის, დენს არ ათამაშებს, ერთ დონეზე ბრუნავს მოტორი და ნორმალურად ადოვებს. ეს დიოდები 200 ამპერიანები არის, საბჭოთა კავშირის გამოშვება. საკმაოდ ძლიერი დიოდები. ეს დროსელი 24 ხვი არის საკმარისი. ეს წყვილად უნდა შევაერთო. თითო წვერი არის 25 კვადრატი. 50 გამოდის. ეს პოსკატელი არის 40 ამპერიანი. ეს 25 აწერია აქ, მაგრამ შიგნით შეცვლილი მაქვს ესენი კონტაქტები. ეს მოტორი ერთიანი არის და ნოლურვიანი. გადაატრიალებ ორი ჭრილი აქვს. ესეთი დიოდები, ანუ შესაძლებელი ეს მოტორისთვის. რეგულირება მაქვს კიდე რაღაც გასაკეთებელი. ეს ტრანსფორმატორი ჩასართავად პოსკატელება ჩავდო. რაღაცები კიდე მაკლია, ხელი მინდა. დაახლოებით 160 ლარამდე ღირს. 3 მეტრიანი. ნახავ რა გამო. კორპუს კარკასი გავაკეთე რაღაც პროფილებით. დავასვარგე აქ. დაახლოებით ამის გადავტეხრავ. მინდა რომ 15 კილოიანი მართულიც რო ჩავიდეს შიგნით, ეს აბეგელი დავტოვო, რომ შეიძლება ეს დამაგრება. საკმაოდ ხარისხიანი აპარატი არის. ვინც ერკვევით, მიხვდებით, რომ ეს დიოდები არა ესეთი ტაბლეტკები რო არის პატარა. აი მაგალითად ესეთი დიოდები. ეს ბევრი ვნახე ესენი. ბევრს გამოუცვალე, აფეთქებულები იყოს დამწვარი. ანუ ეს ახლა ჩემი გაკეთებული არის, ჩამატებული არის. ანუ ზოგს 3 აქვს, ზოგს 2 აქვს. ესაც კიდე ეკონომიურად აქვს გაკეთებული. ყველაფერი არის ძლიერი და მართლა 250 ამპერიანი არის ზუსტად. ეს დიოდები კიდე ძალიან ძლიერი დიოდები 200 ამპერიანი.
აი თუ რამე გექნებათ კიდე შეკითხვები, იმას თუ გექნებათ სურვილი, აწვეთ ეს აპარატი, დახმარება თუ დაგჭირდებათ, აწერეთ კომენტარებში და მოგცემთ რამე შეკითხვა თუ გექნებათ, გაგცემთ პასუხს. ალბათ იყავით.